სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალსდაგასწრით ხდება სულიერ საქართველოს ამინ. დღევანდელ დღეს მოგეხსენებათ ჩვენი შეკრების მიზეზი, სამთო ლიტურგია, იმისთვისაც შეიძინა გახლავთ საუფლო დღესასწაული, რომელსაც ჰქვია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, ანუ მისი დაბადების დღე. გუშინ ლოცვის შემდეგაც გითხარით ორი სიტყვით და ეხლაც გეტყვით, რომ ეს გახლავთ პირველი დღესასწაული წელიწადის განმავლობაში, იმიტომ რომ არასაერო დღესასწაულებით, საერთოდ ჩვენთვის 1 იანვარს იწყება კალენდრის მიხედვით. საეკლესიო დღესასწაულის მიხედვით ყველა ლიტურგიკული საკითხავი და წლის ათვლა იწყება 1 სექტემბრიდან, ანუ ძველი სტილით 14 სექტემბრიდან. შესაბამისად, თუ 14 სექტემბერი ჩვენთვის საეკლესიო ახალი წელია, მაშინ პირველი საუფლო დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ვიგებებით 21 სექტემბერს, ეს გახლავთ სწორედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, ანუ მისი დაბადების დღე. იმიტომ რომ აქედან იწყება სწორედ ეს გახლავთ ახალი ათვლის დასაწყისი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახლავთ ის გამტარი ხიდი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახლავთ ის წმინდა ჭურჭელი, რომელმაც დაუტევნელი სიტყვა დაიტოვა. ამისთვის მზადდებოდა კაცობრიობა. მთელი ისტორია ადამიდან ვიდრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლამდე იყო მზადება სწორედ ამისთვისა, რომ მომზადებულიყო წმინდა ჭურჭელი, სადაც სიტყვა განხორციელდებოდა, სადაც ღმერთი ხორ შეისხამდა. და სად უნდა მომზადებულიყო ეს სიტყვა, სად უნდა დაბადებულიყო ეს სიტყვა, თუ არა ისეთ ოჯახში, როგორიც იყო იოაკიმ და ანა. მაგრამ ეხლა ჩვენ, როდესაც ვიცით უკვე ეს ისტორია, როდესაც ამას უკვე 21 საუკუნის შემდეგ ესე უყურებთ და ლაპარაკობთ, ადვილია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, იოაკიმე და ანა დაბერდნენ და შვილი არ აყავთ. რა ვქნათ ეხლა? რა ეშველება ახავს? აი მაშინ რო ცხოვრობ, წარმოიდგინეთ მათი თანამედროვეები. დაბერდა იოაკიმე, დაბერდა ანა და შვილი არ აყავს. რას ლაპარაკობს ამ დროს საზოგადოება? ალბათ რაღაცა პრობლემა აქვს. ალბათ რაღაცა ცოდვის გამო, მაშინ ასე ითვლებოდა. უშვილობა იყო ერთ-ერთი დიდი განსაცდელი, რომლის გამოც ამბობენ, რომ მან რაღაცა შესწოდა და ამიტომ ვეღარ გამრავლდება. ამიტომ უშვილო ადამიანი მკვდრად ითვლებოდა. როგორც მკვდარს ასე თვლიდნენ მას. ამიტომ იოაკიმეს და ანას არ ვიცი რამდენი ხის ჩაასმინეს ყურში ეს ამბავი, რომ თქვენ შვილი არ აყავთ. მაგრამ გარდამოცემა, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, იქ სწორედ ასე წერია, რომ სოფლის შესაწირად მისული იოაკიმე, რომელიც მართალი კაცია და არ აცდენს თავის წესებს და რიგით იცავს ყველაფერს, ეუბნებია, რომ შენ ცოტა გვერდზე დადეკიო ეხლა შენ შვილი რო არ აყავს, ეგეც გეყოფაო, რო აგიშვებ საერთოდ და ჯერ სხვები შესწირავენო სხვებსო და მერე მოდი შენ და ძალიან შეწუხდა ამის გამო. წავიდა და უდაბნოში იმართულა 40 წლის განმავლობაში, ისევე როგორც ანა მისმა ცოლმა სახლში და ამის შემდგომ ორივეს ერთდროულად ჰქონდათ გამოცხადება უფლისაგან, რომ მათ აუცილებლად შეეძინებოდათ ქალიშვილი, რომელიც ასევე ღმერთს მიუძღვნეს, იმიტომ რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ გარდასული იყვნენ. ასაკს ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიურად უკვე შეუძლებელი იყო, რომ მათგან შვილი შობილიყო. მაგრამ ბიოლოგიურად შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. ბიოლოგიურად შეუძლებელი ადამიანისთვის არის ეს. ღმერთისთვის ყველაფერი არაფრისაგან ყველაფერი შექმნა, მაგრამ რასაც ხედავ და როგორ გონიათ ეხლა დაბერებულს ვერ გაახალგაზრდა. მკვდარს თუ აცოცხლებს, დაბერებულის გაახალგაზრდავება არ შეუძლია? რა თქმა უნდა შეუძლია. მაგრამ მე მაინც ვსვავ აი ამ კითხვას, რაში იყო მათი ბედნიერება? როგორ გაძლეს მათ ამდენი ხანი ერთმანეთთან, იმიტომ რომ მაშინდელი კაცი კანონების თანახმად შვილი არ ყავდა, უფლება ჰქონდა ქალი გაეშვა და სხვა ქალი მოეყვანა. იოაკიმეს არც კი გაუფიქრებია ეს. ეუბნებოდა, რომ შენ მე რომ მყავხარ და ღმერთი რომ მყავს, ეს არის სწორედ ბედნიერება. აი ასეთ ბედნიერ ოჯახში უნდა დაიბადოს ის, ვინც ღმერთის დამტევნელი. სხვაგვარად ძალიან ძნელია. რას გულისხმობ ეხლა მოგახსენებთ? არა მარტო ღვთისმშობელზე, არამედ ნებისმიერ ჩვენგანზე, ზოგადად ოჯახზე გელაპარაკებით ეხლა. თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია დავიტიოთ ღვთის სიტყვა. დღევანდელ სახარებაში ნახეთ როგორ ეწერა. მაცხოვრის ქადაგების მოსმენის შემდეგ ერთმა ქალმა ხმა მოიღო და თქვა, ნეტარარს მოცელი, რომელმან გიტვირთა და ძუძული რომელთა სწოლდი. და მაცხოვარი ეუბნება, ნეტარარს, რომელმან მოისმინოს ჩემი სიტყვა და შეიწყაროს იგი. ანუ მოისმინოს და დაიწიოს თავის თავში.
ღვთის სიტყვა არის განხორციელებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისგან, რომელიც მან დაიტია და ეს ღვთის სიტყვა თითოეულ ჩვენგანს პოტენციალი გვაქვს ამისა, რომ ასევე მივიღოთ და ასევე გავიტიოთ ხორციელი სახით თუნდაც ზიარება და სულიერი სახით ის, რომ შემსრულებელი ვართ მისი სიტყვისა. ამიტომაც ეს რომ ღვთისმშობელზე არის ნათქვამი, რომ ნეტარ არის მოცელი, რომელმან გიტვირთა, ნებისმიერ ადამიანზეა ნათქვამი, რომელიც დაიტევს ღვთის სიტყვას, რომელიც იესო ქრისტეს ღმერთად აღიარებს, მას მოусმენს, მის მცნებებს შეასრულებს. მაგრამ კვლავ დაუბრუნდები ამ ოჯახის თემას, როგორ უნდა გახდეს ოჯახი ბედნიერი, რომ დაიბადოს იქ ასეთი ჭურჭელი, სადაც ღვთის სიტყვა იქნება დატევნილი. გეტყვით ამის შესახებაც. რა არის ბედნიერება? ნებისმიერ ადამიანს რომ ვკითხო, ყველა სხვადასხვა რამეს გიპასუხებს. ვიღაცამ შეიძლება იმ ნაკლოვანებისგან გიპასუხოს, რაც მას გააჩნია. ჯანმრთელობა თუ არ აქვს, შეიძლება ჯანმრთელობა თქვას, რომ აი ჯანმრთელობა მთავარი ყოლე დანარჩენ გაიგორნიათ, დანარჩენს იზავს რა კაცი რამის. ვიღაცა იტყვის, რომ არა კაცო, პული თუ არა გაქვს, ბედნიერი როგორ იქნება? ვიღაცა კიდე სხვა რამეს იტყვის, რა თანამდებობას ეშურება, ვიღაცა კიდე სხვა რამეს ეშურება. ასე უამრავი შეიძლება აზრი მოვისმინოთ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს კითხავ თუ არა, გინდა იყო ბედნიერი? ყველა გეტყვის კი, მაგრამ რა არის ბედნიერება? ყველა სხვადასხვანაირად პასუხობს. სინამდვილეში იცით რა არის ბედნიერება? მე მინდა გავიხსენოთ ახალი აღთქმიდან ერთი ამბავი, რომელიც ჩვენ ამას წინათ წავიკითხეთ სახარებაში და ვისაუბრეთ ამაზე. მაცხოვართან მოდის ახალგაზრდა ჭაბუკი და ეუბნება, რა უნდა გავაკეთო, რომ ცხოვრება საუკუნო ავარდება? ის ეუბნება, მცნებები უნდა დაიცვა. რომელი მცნებები და ჩამოუყრის არა კაცკლა, არა იმუშო, არა იპარება. მაგრამ ეხლა თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია გაგვიჩნდეს შეკითხვა, რომ როგორ ვიცავ ახლა ამ მცნებებს, არ ყავ ბატონო და არ მუშო და თქვა რაღაცა წილიწავებელი არ ვარ და რატო არ ვარ ბედნიერი? აი იქვე არის ამაზეც პასუხი. სრული თუ გინდა იყო მაცხოვარი ეუბნება. მიატოვა ყველაფერი და შემომიფიქრი მე. რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები? ბედნიერი ვერაფრით ვერ იქნება ადამიანი, ცნებებსაც რომ იცავს. ის ადამიანიც კი ვერაფრით ვერ იქნება ადამიანი, სანამ ეგოისტობას არ მოეშვება. სანამ ქრისტე მაშინ არ გაცოცხლდება. ქრისტე როდესაც შენში ცოცხალია, ღმერთი როდესაც ცოცხალია, აი სწორედ მაშინ ხარ ბედნიერი. რას ნიშნავს ეს მისი სიცოცხლე შენში? ამის შესახებ უნდა იცოდეთ თითოეულმა თქვენგანმა, იმიტომ რომ აი როგორ ხდება, იცით, აი ხანდახან ხო არის მზის დაბნელებას ეძახიან, მთვარე რომ გადაეფარება მზეს და დაბნელდება და რაღაცა სიბნელი არის მის გამო. ესე არის, როდესაც ჩვენ ბედნიერება სხვა რამე გონია ქრისტეს გარდა. როდესაც ადამიანი იტყვის, რომ ჯანმრთელობა, ბედნიერება, იცოდეთ რომ ამ დროს სიბნელია მაშინ. იცოდეთ რომ ამ დროს როგორც მთვარე მოეფარა მზეს, სწორედ ასე მოეფარა ჩვენ სულში ქრისტეს ჩამოეფარა რა იცით? ჯანმრთელობა. სხვა რომელიც იტყვის რომ არაკაცო ფულია მთავარი, ქრისტეს ამ დროს ჩამოეფარა და მისი შუქი ჩვენში დაახშურა, თურმე ფული ყოფილა ბედნიერება. როდესაც ეს ყველაფერი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი ხდება და ქრისტეა მთავარი, ცნებებს ისედაც იცავ, აი მაშინ უკვე ნამდვილად ბედნიერება. რამდენ გზის ალბათ იოაკიმეს ეუბნებოდნენ, კავშირი კაცო ეს ქალი ხო ხედავ, არა კავშირი. რამდენ გზის რას ეუბნებოდნენ და რამდენჯერ ადამიანები ამას მოგვიწოდებენ და გეტყვიან, რომ მიდი ამ ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა აიღო, დღეს ვარ თვალ ვიქნებით, ხო ეს გამოთქმა ხშირად ხომ გესმით, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რა, რომ აიღო ყველაფერი არ ნიშნავს მაინც ბედნიერებას. ცნებების დაცვაც კი არ ნიშნავს ბედნიერებას. ცნებებს იცავდეს შეიძლება კაცი, მაგრამ ვერ იყოს ბედნიერი, როგორც ის ახალგაზრდა ჭაბუკის მაგალითი მოგიყვანეთ. იმიტომ რომ ქრისტეს სინათლეს აბნელებდეს მაშინ ჩვენთვის უიმედობა. როდესაც ქრისტეს იმედია იოაკიმეს ჰქონდა იმედი, ღმერთის იმედი ჰქონდა. ეუბნებოდა თავის ანას, რომ მყავს ღმერთი და მე და შენ მყავს ერთმანეთი. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? ვიღაცას მიაჩნდა რომ არ არიან ისინი ბედნიერები. სინამდვილეში ბედნიერები იყვნენ. სხვადასხვა ილია ჭავჭავაძის წერილი მახსენდება ოლღასლინა. შენ მყავ ხარ და სხვა რა შვილი მინდა, აი პირდაპირ ასე ამიგეშებს ის თავისად შვილი არ ყავდა.
სარაჯიშვილი ხო გახსოვთ ესეთი მეცენატი კაცი იყო შვილი რო არ უთხრეს ვაჟა-ფშაველას სწავლა მან დააფინანსა აკაკი წერეთლის სწავლა მან დააფინანსა მეტი შვილები ვინ უნდა გაეზარდა ერთი მიხარი აკაკის და ვაჟას რო გაუზდი ქვეყანას ამაზე მაგარი რა უნდა ჩაიგდო შენი ხორცებში და შეიძლება საერთოდ უარ მისი გამოსულიყო ახლა დაწიწაფა ხო შეიძლება ასაც მომყარება ამიტომაც ნახეთ ივაკიმ ეუბნება ჩვენ მთავარი ბედნიერება გვყავს ღმერთი გვაქვს მისი იმედი და გვყავს ერთმანეთი და როდესაც ადამიანს ასე არ იწყებს ღმერთი კი არ ყავს ბედნიერება მისთვის ან ერთი ან მეორე ან მესამე ჯანმრთელობა ფული თანამდებობა თუ ასე შემდგომ უკვე უიმედობა ეუბნება მას იმიტომ რომ ეს ფული რო დააგროვა ახლა იმაზე თავის შვილები რო ყავს ახლა იმას ფიქრობს რომ გაპლანგონ რომ ვერ მოიხმარონ წესიერად რომ რაღაცა დაემართონ ან რომ ეს ფული რაღაცა განოლდეს და ხვალფასი აღარ კონდეს აი როგორ იქნება ეს ყველაფერი იგივე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეიძლება გამომებული წუხილი კონდეს რომ ვაიმე ახლა არა ცუდად არ გამიხდეს ახლა ცუდად რაღაცა არ შეეკვას ის არ შეეყაროს ესე არ შეეყაროს და გამუდმებული წუხილი გამუდმებული წუწუნი გამუდმებული შიში როდესაც ადამიანს აქვს როგორ შეიძლება ის ბედნიერი იყოს ვერაფრით არ იქნება ბედნიერი როდესაც გამუდმებულად რაღაცის გეშინია შეიძლება ბედნიერი შეუძლებელია გეშინია ამ ფულის დაკარგვის ან ჯანმრთელობის დაკარგვის ან თანამდებობის ან რა ვიცი ნებისმიერ მდგომარეობის ვერ იქნები ვერაფრით ბედნიერი მაგრამ თუ ყავს ქრისტე იმედად თუ ქრისტე ანათებს შენში მაშინ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია რაც გინდა დაკარგე იცი რომ ეს ყველაფერი მისგან იყო და მან წაიღო ივაკიმეს და ანას ზუსტად იცოდნენ რომ შვილიერება არ მიეცათ მაგრამ ესენი ამას იტანდნენ როგორც ღმერთისგან მოცემულობას და მორჩილებით ასრულებდნენ ამ ყოველდღეს მორჩილებით როდესაც ასრულებ ესე იგი გიყვარს ესე იგი იმედი გაქვს მორჩილებით მიიღებ იმას რომ დაკარგო შეიძლება დღევანდელი მდგომარეობა აღარ გქონდეს ესეთი ფინანსური საშუალება ან თანამდებობიდან მოხსნა ან შეიძლება ჯანმრთელობა გაგიუარესდეს მაგრამ ბედნიერებას ვერ დაკარგავ თუ ქრისტე შენში და პირიქით ვერასდროს ვერ იქნები ბედნიერი თუ ქრისტე შენში არ არის ცოცხლად მისი მანათობელი სიები არანათებს მთლიანად შენს ხეულს და სულს შეუძლებელია შენ იყო ბედნიერი იმიტომ რომ გამუდმებულად გეკნება რაღაცის დაკარგვის შიში ერთი უნდა გქონდეს ადამიანს არ დაკარგოს ქრისტე მეტი არაფერი შიში არ გქონდეს მას ამიტომაც შემოწიფასებო ბედნიერი იყო ეს ოჯახი ნამდვილი ბედნიერება ჰქონდათ მათ იმიტომ რომ ღმერთი იცოდნენ და ერთმანეთი უყვარდათ აი ამ ბედნიერ ოჯახში უნდა დაბადებულიყო სწორედ ისგანაც იშვებოდა ქრისტე მაცხოვარი ასეთი უნდა იყოს ოჯახი ასეთი უნდა იყოს შემართება თითოეული ჩვენგანისა ასეთი უნდა იყოს სიყვარული ცოლ-ქმრისა რომ დაიბადოს მომავალი თაობა რომელზედაც თანამად ვიტყვით რომ ესენიც სულიწმინდის ჭურჭელნი არიან ოღონდ ღირსეულები სულიწმინდის ჭურჭელი ყველა მაგრამ ღირსეული ასეთ ოჯახში უნდა გაჩნდეს ასე უნდა მოხდეს და ასე უნდა შეიქმნას ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წმინდა ივაკიმეს და ანას ლოცვით ჩვენი ოჯახები გალოცოს გაგვიძლიეროს თითოეულ ჩვენგანს და ყველა ცოლ-ქმარი რომელსაც უყვართ ერთმანეთი გააძლიეროთ ამ სიყვარულში რომ თავარი მათთვის იყოს ქრისტეს სინათლე და ერთმანეთის სიყვარული ამინ გალოცვილი და გახარებული გახდეთ თქვენთან ერთად